მოდი პატარა რამეს წავიკითხავ. ლიბრეთორაც რო იყოს ცოტათი. თუ შეიძლება. შეიძლება კი არა, მაგით უნდა შევიდეთ იმას. შანა იმილაშონ ლეშანოთ ბესოდ. წერია რომ შანა ეს სიტყვა შანა ივრითულად ნიშნავს წელიწადი. და ეს სიტყვა წელიწადი მოდისო სიტყვა ლეშანოთ. ლეშანოთ რაც ნიშნავს ცვლილებას. ანუ ყოველ წელიწადს იცვლება რაღაცა. წერია ვეაიამიმ აელე ნისკარიმ ვენასიმ ბეხოლ დორ ვადორ. ეს დღეებიო, ფურუმის დღეებიო იხსენიებაო და კეთდებაო ყოველ თაობაში და თაობაში. და საინტერესო რა არის, მაშიახი ბეთამიგდაში რო აშენდება, მაშიახი რომ მობრძანდება, ყველა დღესასწაულები გაქრება. გაქრება კი არა, უბრალოდ აღარ იქნება საჭირო. იმათი აღნიშნა და დარჩება ფურუმი. არ უხარ იქნება თუ არა? დეაინუ შებეხოლ შანა ვეშანა ხოზრი მენასიმ ქოლაინიანიმ ქომო ბამბამარიშონა. უნდა ვიცოდეთ, რომ იმ დღიდან, რომელ დღესაც ესე იგი მოხდა სასწაული, ფურუმის სასწაული, ეს სასწაული ესე იოლად არ მოხდა. ხო, ესე იგი რაღაცა ძალა მიმოქმედა, რომ მომხდარიყო ეს სასწაული. და ეს ძალა ყოველ წელიწადს ერთი და იგივე დროს ჩამოდის. თავარია რომ ჩვენ ვიყოთ მზად, ჩვენ ვიყოთ ის ჭურჭელი, რომელიც მზად არის მივიღოთ ის ბერახა, გამჩენის ბერახა, რომელიც ყოველ წელიწადს ერთი და იგივე დროს, ესე იგი, ახდება. მაგალითად, ჩვენ თუ დავაკვირდებით, გვაქვს ფესახი, სუქოთი, სხვადასხვა დღესასწაულები. ოღონდ ყველა დღესასწაულები აღნიშნავთ ყოველ წელიწადს ერთი და იგივე დროს. რატო? რომ იმ დროს ის სასწაულის ძალა ისევ ახდება. ანუ დღევანდელ დღეს აქს გააჩნია ძალიან დიდი, ესე იგი, დიდი ძალა გააჩნია სასწაულის დღევანდელ დღეს. არავის არ ეგონოსო, რომ წელიწადის კაი დღესასწაულებიო, ჩვენ პროსტო აი იმისათვის აღნიშნავთ, რომ პროსტო გავიხსენოთ, რომ როდესაც მოხდა რაღაცა. ხო. არამედ ყოველ წელიწადს ის ძალა ახდება და ახლიდან ჩამოდის. მაგრამ არსებობს ორნაირი დღესასწაულები. არსებობს დღესასწაულები, რომელიც გამჩენმა დაგვიწესა. ხო? მაგალითად, ფესახი, სუქოთი, გითხრა გამჩენმა, რომ ამადამ შავუყოთი, ამადამ დროს უნდა აღნიშნოთ. მაგალითად, წერია ის არის ბევრი დღესასწაულები, რომლის ძალაც მაგალითად მანამდეც ჩამოდიოდა ამ ყოლამზე, სანამ ის დღესასწაული მოხდა. მაგალითად მოყვანილია იცხაკზე, რომ იცხაკმა დაუძახა ესავს და უთხრა, რომ მინდა დაგლოცო. და თუ იცით, რომელი დღე იყო ეს, როდესაც დაუძახა იცხაკმა ესავს, იმისათვის, რომ უნდა ესავი დაელოცო. ეს იყო ფესახის შემომავალი დღე. ამიტომ ცოტა ხანში ფესახით შემობრძანდება და დიდი ძალა აქვს, ვინც ფესახის დღეს ჯერ ისედაც ყოველ კაი დღეს უნდა დალოცოს ადამიანმა თავისი შვილმამავალი. მაგრამ ფესახის დღეს აქვს განსაკუთრებული ძალა, როდესაც ადამიანი თავის შვილებს ლოცავს, ფესახის დღეს სახში რომ მიდის, ყარბითის მერე კიდუშს რო გააკეთებს, კიდუშის მერე მაგ ბერახას აქვს განსაკუთრებული ძალა მის შვილმამავალზე. რატო? ზუსტად ამის გამო ეს იყო იმის მიზეზი, რომ იცხაკმა ამოირჩია კონკრეტულად ფესახის დღე, რომ დაელოცა ყესავი. არსებობს ამის გარშემო ბევრი კომენტარები, რომელიც ამბობენ, რომ მაგალითად ესავი იყო აფერისტი და იცხაკმა არ იცოდა ეს. მაგრამ ეს არსებობს სხვანაირი ახსნაც, რომ სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდაო იცხაკმაო, ვინ იყო მისი შვილი ყესავი. მაგრამ სწორედ მაგიტომო, რომ იცოდაო ვინ იყო,
სწორედ მაგიდომ უნდადაო ფესახის შემომავალ დღესო რომ ყესავით დაელოცაო, რომ იქნებ მაგითი ყესავსო თეშუბა ექნაო. ისეთი როგორიც საჭირო იყო. რატო ბედნიერ შვილს იმას დახმარება არ ჭირდება. ის რომ ბედნიერია, ის ისედაც ბედნიერია. დახმარება ყველაზე მეტად ვის ჭირდება, ვინც გაჭირვებული არის და სულიერად დაცემული არის. რადგანაც ყესავი იყო სულიერად ესე დაცემული იაკოვზე მეტად, ამიტომ იცხაკს უნდოდა სწორედ იმინა ყესავის დალოცვა. როცა ფაქტიურად იაკობმა ეს ბერახა წაიღო. ამით ფაქტიურად ესე იგი თავის მა ცუდ გზაზე დააყენა, შენ მაგის თქმა გინდა რა ვერახა. ამითი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. თავის მა ცუდ გზაზე არ დააყენა, არის ბევრი რაღაცები, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ერთი მხრივ ვფიქრობთ, მაგრამ გამჩენი იმ საკითხებს სულ სხვანაირად უყურებთ. მას ვერ ჩაწვდება. და საბოლოო ჯამში იქნება ისე, როგორც ესე იგი გამჩენს უნდა. მიუხედავად იმისა, რომ იცხაკი ფიქრობდა, რომ ყესავი უნდა დაელოცა, გამჩენმა იფიქრა, რომ უნდა დაელოცა იაკოვი და ყველაფერი დატრიალდა ისეც, რომ დალოცულიყო იაკოვი. და წერია თარგუმი წერს ვეკაშერ ზაკენ იცხაკ ვეთახენაინა მილიროთ წერია როდესაც იცხაკი გახდა მოხუცებული თვალებში დარი აი ხლა დავამთავრებ და ვეკაშერ ზაკენ იცხაკ ვეთახენაინა მილიროთ კიკაშერ კაფეფუ აბივ ავრაამ ისტაკელ ბეკისე აკავოთ წერია რომ იცხაკ ავინუ როდესაც ავრაამ ავინუს მოყავდა შესაწირავად ანუ შესაწირზე რომ დადო ავრაამ ავინუმ უცებ აიხედა ცაში და დაინახა კისი აკავოდი შეხინა დაინახა და მაგის გამო იმ დროიდან დაწყებული ესე იგი თვალებში დააკლდა ესე იგი შუქი და დაუძახა თუ იცხაკს და იცხაკს დააკვდა შუქი და დაუძახა თავის შვილს ესავსო ესე იგი ბე-14 ლეხოდეშ ნისან ანუ 14 რიცხვში ნისანის თვეს ეს იყო შემომავალი ფესახის ვეამალო ჰალაილა აზე ჰაელიონი მეშაფხიმ ლერიბონა ოლამ ვეოცროთ ლანიმ ნიფტახიმ ბო წერია რომ ამ ღამესო მთელი ანგელოზებიო გამჩენის სახელს ადიდებენო და შამაიმშიო გახსნილი არისო ცვარის ესე იგი კარებებიო ანუ ცვარი წყალობა რომელ ღამეს ფესახის ღამეს რომ ცვარი ეს ისეთი რაღაცა არის რომელიც არის სიცოცხლის ესე იგი მომცემი დაჟე მაგალითად ზამთარში ზაფხულში მაგალითად წვიმა წყევლა არის ზოგიერთ ადგილებში რატო გააფუჭებს მთელ მოსავალს მაგრამ ცვარი ყოველთვის ბერახა არის რატო მაგალითად ისრაელში ხო თუ დააკვირდებით ზაფხულში ხო ხშირად არის რომ დილით და საღამოთი სცენარეებზე ცვარი ატევს სწორედ ის ცვარი არის რაც ესე იგი ყველა მანქანას გაწმინდა უნდა და ეუნება ესავიცო აგერმეო და მე ეს წერია ვაიავო აფალით რეშლაკიშ ბეშემ ბარ კაფრა ჰუ ფალით მოვიდა ოგიო ვინ იყო ეს ფალიტი ეს იყო ოგიო რატო ქვია ოგს ყოგი ხო გაგიგიათ ოგ მელეხა ბაშანის მეფე რო იყო გოლიათი რატო რომ ოგს ეძახიან ოგს იმიტომ რომ მოვიდაო და ნახაო ავრაამ ავინუ როგორ აწყობსო უგოთი რა იგულისხმება რას აკეთებდა ავრაამ ავინუ აწყობდა ფესახისთვის მაცას ეძახდნენ უგოთს ვეოდ და ბევრჯერ არის ხშირად ესე მოხსენებული ანუ აქედან რას ვხედავთ რომ ჩვენი მამა პაპები ანუ ავრაამ ავინუ ზეც და იცხაკზეც ვხედავთ რომ ორივე აღნიშნავდნენ ფესახს არადაჯერ კიდე ფესახი მალო ჯერ ფესახი არ იყო დამდგარი მაგრამ რას ვხედავთ ყოლმის გაჩენიდან ერთი და იგივე დროს რაღაცა ძალა ჩამოდის ამ ყოლამზე
ვეზე ვეაიმი მაელე ნისკარიმ ვენასიმ და ზუსტად ფურუმთან რაც არის დაკავშირებული წერია ეს დღეებიო იხსენებაო ნისკარიმ ვენასიმ და სრულდებაო ფირუშალი დეას ხირამ რას ნიშნავს ნისკარიმ იხსენება რომ იმის ზეხუთით რომ ჩვენ ვკითხულობთ მეგილათ ესთერს ამით რას ვაკეთებთ თელ ფურუმის ისტორიას ვაცოცხლებთ ვაახლებთ ანუ რაც მოხდა ბევრი წლების წინ ჩვენი წაკითხვით დღევანდელ დღეს რომ ესე იგი ვკითხულობთ გეგონება ის მთელი ის ყველაფერი ის ძალები რაც ჩამოვიდა იმ პერიოდში ესე იგი ახლიდან ჩამოგვაქვს იმ ჩვენი მეგილის წაკითხვით ის ძალები მითორენ ქვახანეს და ამითი ვაღვიძებთ იმ სასწაულის ძალას რაც მოხდა იმ პერიოდში თავისით ეს სასწაულის ძალა არ ჩამოდის მაგრამ იმითი რომ ჩვენ რომ მეგილას ვკითხულობთ ამითი ჩვენ ქმნით ჭურჭელს რომ ის სასწაულის ძალა ამ ყოლამზე ესე იგი ჩამოვიტანოთ და გავაახლოთ და ამიტომ სერია ლასოთ ოთამ ინე მიშტევე სიმხა რომ ეს დღეები არის იმინა დღეები როდესაც მიცვა არის ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის მიცვა რომ ადამიანმა გააკეთოს სეუდა და კიდე არის მიცვა ამ დღეს ადამიანმა იმხიარულოს სიმხიარულეში ის კი არ ითვლება ზოგს გონია სიმხიარული ანეკდოტების მოყოლა ან რაც უფრო მეც იმასხრებს ანუ სიმხიარული აქ იგულისხმება სიმხიარული როდესაც ადამიანს გულში აქვს სიხარული სულიერი სიხარული ხო რასაც ქვია სულიერი სიხარული შეალიდე მიცვად შებეფურიმ ნასიმ ჰაიამიმ იმე მიშტე უმიდგალე ბაემ შეფა აკდუშა ვეორ ანისიმ და ამითიც რომ ჩვენ ვაკეთებთ სეუდას და ვილოცებით ის სასწაულის ძალა კიდევ ერთხელ ჩვენ დროსაც დღევანდელ დღეს იღვიძებს უვემედ ოთო ადორ ჰოციუ ზოდ მიკუახელა პოალ კედიხტივ და იმ თაობამო ეს ძალაო სასწაულის ძალაო პოტენციალური ძალა რაც არსებობდა ის მოიყვანა იმ თაობამ მოქმედებაში იმიტომ მართლა მოხდა სასწაული ვიასაიო მიშტევე სიმხალი დეი კენ აიუდიმ აფრუზიმ ოსიმ ანუ და რადგანაც იმათმა მაშინ ეს დღეები აქციეს სამხიარულო დღეებად დღევანდელ დღესაც ის ისრაელის შვილები რომლებიც არიან თელ ყოლამზე გაფანტულები ამ დღეს ჩვენ აღნიშნავთ და ვაკეთებთ სუფრას და კიდე რა არის საინტერესო ფურუმი რითი განსხვავდება სხვა დღეებისაგან რომ იყო დღეები როდესაც უნდათ ისრაელის შვილის მოსპობა ან სულიერად ან ფიზიკურად მაგრამ ფურუმის დღეს უნდათ ისრაელის შვილების განადგურებას ორივენაირად სულიერათაც და ფიზიკურათაც და რადგანაც ფიზიკურათაც უნდათ ისრაელის შვილების განადგურება ამიტომ ესე იგი დაგვიწესეს ხახმებმა რომ მიცვა ამ დღეს რომ სხეულმაც იმხიარო ისე ამოვნოს და გაიხაროს და ამიტომაც არის მიცვა მაშმა ოთოიო მიშტეშია სიმხათამ ლეშემ შამაიმ რატო გააკეთეს ის დღე სამხიარულო დღეებად რადგანაც იმათი სიმხიარულე იყო გამჩენის სახელზე ვესამხუ ბიგდუშა შემოიდბარახ შენიტკადეშ და რა უხაროდათ ისრაელის შვილებს იმ პერიოდში ის უხაროდათ რომ საბოლოო ჯამში იმ ყველაფრიდან გამჩენის სახელი მომაღდა და მოდიდდა რატო იმიტომ რომ თელმა ყოლამმა დაინახა ესე იგი რომ ჰამან არაშახს ხო თელმა ყოლამ თელ ყოლამის თვალებში ზუსტად ესე იქნება როდესაც მაშიახი მობრძანდება რომ და სტერია რომ ბოლო ომი ლოალენი თუ იქნება ისიც ხო გაგრძელდება სულ რამოდენიმე წუთი არ მახსოვს ეს მარალი თუ ერთ-ერთი დიდი რაბი წერს ესე რომ სულ იქნება რამოდენიმე წუთიო მეტი კი არ და ეგრევე დამთავრდება არ იქნება დიდი ხანი და იმ რაშახსაც ჰამანსაც ზუსტად იგივე რაღაცის გაკეთება უნდოდა მიუხედავად იმისა მაშინ არც ატომური ბომბები იყო არაფერი არ იყო მაგრამ იმისი ჩანაფიქრი რა იყო ერთ დღეში თელ ყოლამზე მთელი ისრაელის მტერი უნდოდა რომ ამოეწყვიტა იმისი ჩანაფიქრიც ზუსტად ეგეთი იყო და დღესაც აქვს ისრაელს ბევრი მტერი ყავს ირანი და სხვები რომლებიცაც სურს ისრაელი მაგრამ გამჩენი არ იმას შვება რა ქვია არაძლევს მაგის საშუალებას და დღესაც გჭირდება სინამდვილეში ეს სასწაულები
უმიცვა შეგიბლუ ბესიმხა ადაინ ოსიმოთო ბესიმხა და წერია ყველა მიცვა რომელიც ისრაელიშვილებმა მიიღეს სიმხიარულით დღემდე აკეთებენ იმას სიმხიარულეში არის მიცვები რომლებსაც მაინც და მაინც არ მიიღეს ისრაელიშვილებმა ესე იგი სიმხიარულით მხიარულობით და დღევანდელ დღემდე ესე იგი ის მიცვები იმ მადლებში არის რაღაცა ტკივილიც გარეული რო ძალიან ხშირად არის მაგალითად რომ როდესაც თორა მიიღეს როდესაც წესები შემოიღეს ხო არის ხუფა და კიდუშინის წესები როგორ უხუფოთ და უკიდუშინოთ არ შეიძლება ესე იგი ცოლ-ქმარმა რო ერთმანეთში იცხოვროს მაგრამ ეს წესი რო გაიგეს ისრაელიშვილმა გული ჩაწყდა ბევრ ოჯახებში გული დაწყდათ რატო დაწყდათ გული რატო წინაც არ იყო ეს წესები ამიტომ შეეძლო თავიანთი თავისთვის მიეცათ იმ საკითხებში უფლება რასაც თორის მიღების ვეღარ აძლევდნენ ან ზოგიერთი ოჯახები საერთოდ შეიძლება უნდა დაშლილიყვნენ მაგის გამო და არ მიიღეს მაინც და მაინც ესე იგი სიმხიარულით და დღევანდელ დღესაც თითქმის არ არის ქორწილი ან რაღაცა ეგეთი სადაც ცოტა რაღაცა ისეთი ესე იგი არ არის გარეული ან ლაპარაკი ან სხვა რაღაცა ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან დღესაც არის მაგალითად ბრითმილა მიიღეს სიმხიარულით და დღევანდელ დღემდე მიუხედავად იმისა ყველაზე მტკივნეული რაღაცა არის და ყველაზე არალოგიკური მამა იღებს და თავისი ერთადერთი ნაინანატრი შვილის ეუბნება რომ ის ზედმეტი კანი დაცვითონ ბავშვი ესე იგი და მერე აკეთებენ სუფრას და ქეიფობენ არა და ერთი მხრივ რამხელა საშიშია რამხელა ემოციები აქვს ადამიანს რომ მის შვილს როგორ ჩაივლის რანაირად მაგრამ რადგანაც პირველად მიიღეს მხიარულობით დღემდე ესე მხიარულობაში აგრძელებენ უხმოხენ აიომ ქეფიმა შემეგაბლიმ აიამინ ბესიმხა ლეშემ ავოდათ აბურე და დღესაც როგორც ჩვენ მხიარულობთ ამ დღეებში სინამდვილეში ისიც ძნელია ადამიანმა რომ გამჩენის სახელზე გაიხაროს ხო შეიძლება რა სხვა რაღაცის სახელზე გაიხარო მაგრამ ლეშემ შამაინ რომ გაიხაროს ადამიანმა ძალიან რთულია რაღაცა დონეზე უნდა იყოს ადამიანი გაღმერი მაიამ ვეზეგადო ვეკიბლუ აიუდი მე დაშერ ეხელუ ლასოთ შეაიდა ასახალა ლეკოლადოროთ ორი წუთი ეხლა ერთი წუთი ვეზე ქვახ თორაშები ალფე შენიმსერა თორა ლიბნე ისრაელ რომ ეს არისო ზეპირი თორაო რომელიც გადაეცაო ისრაელის შვილსო სინამდვილეში ფურუმში დღევანდელ დღეს ნაკლებად ვინც ზის და თორას სწავლობს ყველა ქეიფობს ამიტომ ეს არის ის დრო რომ ყველას ბერახა არა ჩვენ ქეიფობთ კიდევაც ეხლა რომ ამიტომ დიდი სეგულა არის რომ ამ დღეს ადამიანმა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილებშია კი აი აქ უნდა იყოს ადამიანმა უნდა იცოდეს მეხილა დილით რისის ამ ეგრე მიცვარი რომ უნდა დალიო აიმენი უნდა დალიო რომ ვერ აწევდეო არა მე ისიც დავამატე ასეთი ტემპი თუ ვიკეინე ჩვენ მომავალი ფურუმი არ გვინდა ჩვენ საღამომდე მაშიახი უნდა მოვიყავთ შეაგამ შეაკოლ ბათორა მიკოლ მაკომალი დემნე ისრაელი ოციმადვარი მიკოახელა ფუალ და საინტერესო რამეა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი არის თორაში ისრაელის შვილი რო არ ყოფილიყო რაც თორაში წერია ის ვერ ასრულდებოდა ანუ პოტენციალურად რაც თორაში წერია ვის მოყავს ეს მოქმედებაში ეს არის ისრაელის შვილი ვეინე კატუბა მიდრაშ რაბი ირმია ბეშემ რაბი შმუელ ბარ იცხაკ მაასუ მორდეხაი ვე ესთერ ამბობენ რა გააკეთესო მორდეხაიმ და ესთერმაო ქათვუ იგროდ ვეშალხულ ეხობ ნე აგოლა ვეამრუ დაწერესო წერილებიო გაუგზავნესო მთელ ყოლამსო და დაწერესო მეკაბლი მათემ ალეხემ ლიოდოსი მეჩნე ამი მაელე ხალხს შეეკითხნენ მზათა ხართო რომ თქვენო ეს ორი დღეო მიიღოთო თქვენ თავებზეო როგორც კაი დღეო შალხუ ვეამრუ ლო დაიენ უცაროთენუ შელამან ელაშიათემ მადრიხინ ალელუ ალაშნემი მაელე ხალხმა უთხრეს რაო აღარ გვეყოფაო ის ამანმაო რაც პრობლემები გავგეთესო თქვენ კიდე გინდათ ეს ორი დღე კიდე
აგვაღებინოთო ჩვენ თავზეო რომ ეს ყოველ წელიწადს აღნიშნოთო ამრულაემ იმ მიდვარზე ათე მიდიარიმ ჰარეი ქითუვა ბეინა აქტარიმ შენემარ თუ მაგისი გეშინიათო ეს უკვე სერიაო როგორ მეგილათ ესთერში ჰალო ემ თუვი მასევერ დივრე აიამიმ რომ რაც მოხდა მეგილა ფურუმის დღეს ეს უკვე ყველაფერი მოხსენებული არისო თორაშიო მასუ ქათვუ იგერეთ ანუ ამათმა ხალხმა უთხრეს თქვენ რა გინდათო ზედმეტი კაი დღეები დაგვიწესეთო ის არ გვეყოფაო რა წერია არაო თუ მაგისი გეშინიათო ჩვენ არაფერს არ მომატებთო რაც ფურუმში მოხდაო ეს მარტო ფურუმში არ მოხდა უკვე თორაში არისო მაგაზე მინიშნებულიო შნია შალხულაემ მეორე წერილი გაუგზავნეს და წერია ჰაფური მაზო აშენით რაბი ხალბო ბეშემ რაბი შუმბან ბარ ნახმან შმონი ვეხამიშა ზკენიმ უმეჰემ შლოშიმ ვეკამა ნევიმ ჰაიუ ანუ როდესაც წერდნენ მეგილათ ესთერს ესე იგი მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა 85-მა უხუცესმა და მათ შორის იყო 30-ზე მეტი წინასწარმეტყველი შეაიუ მის თარი მალაფასუკაზე რომ ძალიან გული შესტკიოდა ამ ფასუკზე ელე ამიცვოდა შერცივა ადონა ეთმოშე აიო მცნებებიო რომელიცო გამჩენმა აშერცივა აშემ ეთმოშე რო უბრძანაო გამჩენმა ღმერთმაო მოშესო ელა ენ ლეოსივ ენ ლეგროა წერია რომ რაც თორაში გვიწერია იმაზე არ შეიძლება არც დავამატოთ არც მოვაკლოთ ვენ ნავირაშაილე ხადეშ დავარ და წერია რომ წინასწარმეტყველიც რომ მოვიდეს არა უფლება ახალი რაღაცა წესი დაგვიწესოს მიცვა ოდ მიცვა დავარ ოდ მეათა მორდეხაი და ესთერ მევახშინ მიმენულე ხადეშ დავარ ალენუ და მორდეხაიმ და ესთერმა მოინდომეს ახალი დღესასწაულის ჩამოყალიბება. ხო და თანაც ორდღიანი, ამას ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას, რომ ამისი საფუძველი რომ სადმე თორაში არ ენახათ. აჩეირა გადოშ ბარუხვენე მაცუ ოთამ თუვინ ბათორა. როსანამ გამჩენმა არ გაუხსნა მათ თვალები და დაანახა თუ სად არის მოხსენებული თორაში ფურუმი. მარტო თორაში არა, წინასწარმეტყველების წიგნშიც და თუმიმშიც. წერია თორაში ქათვუ ზოდ ზიქარონ ბასეფერ. როსერია შემოთის წიგნში, დაწერეთო ესო სამახსოვროთო წიგნშიო. ანუ აქ არის მინიშნება ფურუმში, ნებიმის წიგნშიც წერია აზნე და ბერუ ირე აშემ იშ ელრეუ. მაშინო ილაპარაკებენო გამჩენის მოშიშები ერთი მეორესთანო, ვაივაგეშ აშემ ვაიშმა და გამჩენმა მოითხოვა და გაიგონაო, ვაიხტო ბასეფერ და ჩაწერაო წიგნშიო. და წინასწარმეტყველებში სად არის მინიშნება ფურუმზე? წერია ალო ემთუვი მალსეფერ დივრე აიამიმ. ვერაბ ხანინა ვერაბი იონათან ვარ გავრა ვერაბი იოშუა ბენ ლევი ამრუ ჰამეგილა აზოთ ენ ემრა მიფი ბეი딘. არი ფიქრობთო რომ მეგილათ ესთერიო არისო ბეიდინის მეშვეობითო ნათქვამიო. ბეი딘 მისინაინ ემრა არამეთო მეგილათ ესთერიო მოშე რაბინუ მიიღო სინაის მთაზეო. ელა შეინ მუგდამ მეუხარ ბათორა არამედ თორაში არის წესი არ არსებობს რაც თორაში წერია რომ იყოს რაღაცა თქვათ ან ნაადრევი ან ნაგვიანები. ანუ რომელ ადგილას წერია მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ადრე და გვიან ესე იგი არ არსებობს. ანუ თანმიმდევრობა არ არსებობს. შეიძლება სხვადასხვა თანმიმდევრობით ეწეროს, მაგრამ ესე იგი სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა რაღაცებს ხო, მეუხარ ბათორა უმინაიში ისკი მაგადოშ ბარუხუ ალემ საიდან ვიცით რომ გამჩენი დაეთანხმა ამრა როგორც წერია მეგილაში რა წერია კიმუ ვეკიბლუ მიიღესო შეასრულესო და მიიღესო ჰაიუდიმ ლოკატივ ვეკიბელ ქტივ არ წერია კი უბრალოდ კიმუ ვეკიბლუ არამედ წერია ვეკიბელ ესე იგი და მიიღო ანუ ვინ მიიღო მიიღო უკვე მოშე რაბინუმ რომ შემდეგში დადგებოდა ფურუმის დღე და ეს დღე ისრაელის შვილებს უნდა აღენიშნათ. ახლა